გამარჯობა, მე ვარ თეონა ხმალაძე, ტრანსფორმაციული კოუჩი და დღეს შენთან ერთად დავიწყებ კურსს. სახელად მე საკმარისი ვარ. ამ კურსის გაკეთება გადავწყვიტე სწორედ იმიტომ, რომ ყოველდღიურად ვეჩეხებოდი იმ ფაქტს, თუ რამხელა გავლენა ქონდათ ვიჩეფასებას ჩვენი ცხოვრების ხარისხზე, რამხელა გავლენა ქონდა ჩვენს პირად ურთიერთობებზე, კარიერულ წინსვლაზე, ან სოციალურ ურთიერთობებზე, მეგობრების წრეზე და ასე შემდეგ. თუ შეფასება განსაზღვრავს თითქმის ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში და თუ შეფასება განსაზღვრავს იმ წარმატებას, რომლის მიღწევაც ჩვენ შეგვიძლია. ჩემს გარშემო მუდმივად ხედავდი უამრავ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ნიჭი, ძალიან დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ ყოფილიყო უფრო ძლიერი, უფრო ჭკვიანი, უფრო თამამი და ბევრად უფრო დიდი მიზნებისთვის მიაღწია ცხოვრებაში. თუმცა ისინი ამ ყველაფერს ვერ იყენებდნენ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. ისინი თვლიდნენ, რომ არ იყვნენ საკმარისად კარგები იმისთვის, რომ მიაღწიათ წარმატებისთვის. იმისთვის, რომ ყოლოდათ უკეთესი პარტნიორი, იმისთვის, რომ ქონოდათ უკეთესი სამეგობრო წრე, უკეთესი კარიერა, მეტი შემოსავალი. ისინი თვლიდნენ, რომ იყვნენ არასაკმარისები. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ეს კურსი. ამ კურსის საშუალებით მინდა დაგანახო, რომ შენ გაქვს უზარმაზარი პოტენციალი და ამ პოტენციალის გამოვლენას შეძლებ მხოლოდ მაშინ, თუ შენ მიიღებ საკუთარ თავს, ისეც როგორიც ხარ. მიიღებ შენი თავის ყველა ნაწილს, ისწავლი თვითპატივისცემას და გაზრდი შენ თვითეფექტურობას. მაშასე, მოდი დავიწყოთ ჩვენი კურსის პირველი ლექცია. მაშასე, რა არის თვითშეფასება? თვითშეფასება არის ის, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და რა დამოკიდებულება გვაქვს საკუთარი თავის მიმართ. ვაფასებ თუ არა ჩემს თავს ობიექტურად და ვხედავ თუ არა ჩემს ღირებულებას, რომელიც რეალურად მაქვს სამყაროში. თვითშეფასება შედგება ორი ნაწილისგან. ესენია თვითეფექტურობა და თვითპატივისცემა. მოდი ჩავშალოთ თითოეული მათგანი. რა არის თვითეფექტურობა? თვითეფექტურობა ნიშნავს რამდენად ჯერა საკუთარი თავის, რომ შემიძლია მივაღწიო დასახულ მიზნებს. წავიდე იქ, სადაც მინდა, გავაკეთო ის, რაც მინდა, წავიკითხო, რაც მინდა და ვიცხოვრო ზუსტად იმ ცხოვრებით, რომლითაც მინდა, რომ მე ვიცხოვრო. მაღალი თვითეფექტურობა ნიშნავს, რომ მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ჩემს ცხოვრებაზე და ზუსტად ისე წავმართავ მას, როგორც მე მინდა. მაგალითად, თუ სამსახურიდან გამომაგდეს, ჩემი მაღალი თვითეფექტურობა დამეხმარება იმაში, რომ მე ვიპოვო ახალი სამსახური და მე მექნება საკუთარ თავში რწმენა, რომ რა მოხდა, მე მაქვს ძალიან ბევრი უნარი, ძალიან დიდი ცოდნა და ვიპოვე ახალ სამსახურს. ეს ჩემთვის არ წარმოადგენს პრობლემას. თუ ურთიერთობა დამეგრევა, ვიტყვი, რომ მე ძალიან ლამაზი ვარ, ძალიან ჭკვიანი ვარ და ახალ ურთიერთობას ვიპოვი და ესეც არაა ჩემთვის პრობლემა, ხო? მაღალი თვითეფექტურობის მქონე ადამიანს სჯერა, რომ მას შეუძლია ყველაფერი, რაც სხვა ადამიანებს შეუძლია და ის არ აყენებს საკუთარ თავს ვინმეზე დაბლა. ხოლო დაბალი თვითეფექტურობის მქონე ადამიანებს ხშირად თავი მიაჩნიათ მსხვერპლად. ხშირად გონიათ, რომ ისინი ვერ გააკეთებენ იმას, რასაც სხვა ადამიანები აკეთებენ და საზოგადოებას აღიქვამენ როგორც მტრად, რომელთაც უნდათ, რომ ისინი შეავიწრონ, დაამცირონ, მსხვერპლად აქციონ და ხელი შეუშალონ წარმატების მიღწევაში. და გადავიდეთ თვითპატივისცემაზე. რა არის თვითპატივისცემა? თვითპატივისცემა არის ის, თუ როგორ ეპყრობი შენ საკუთარ თავს, რამდენად ღირებულად და მნიშვნელოვნად თვლი. როგორ ფიქრობ, როგორ უნდა მოგეხსნენ სხვა ადამიანები. თუ შენი თვითპატივისცემა მაღალია, მაშინ შენ გაქვს მოლოდინი, რომ სხვა ადამიანები უნდა მოგეხსნენ ძალიან კარგად, პატივისცემით, სიყვარულით, დაფასებით და როდესაც ეს ასე არ ხდება, შენი ბუნებრივი რეაქცია საკუთარი თავის დაცვა, საკუთარი პოზიციების, საკუთარი ღირებულებების შეიძლება გაგაბრაზოს კიდევაც იმან, რომ ადამიანმა პატივი რატო არ მცა და შენი შინაგანი განცდა არის, რომ შენ იმდენად უფრთხილდები საკუთარ თავს და იმდენად ძვირფასია საკუთარი თავი შენთვის, რომ თუ შენ ვერ პოულობ ამ პატივისცემას სხვა ადამიანებისგან, შენ მარტივად უბრალოდ ტოვებ ამ სოციალურ წრე იქნება, ურთიერთობა იქნება, თუ რაც არ უნდა იყოს, ხო? და თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შენი თვითპატივისცემა არის დაბალი, ამ შემთხვევაში შენ ყოველთვის რჩები ისეთ ურთიერთობებში, სადაც შენ პატივს არ გცემენ, შენ გაქვს განცდა, რომ შენ არ ხარ საკმარისად კარგი, შენ
არ იმსახურებ ბედნიერებას, არ იმსახურებ სიხარულს, არ იმსახურებ მაღალი ცხოვრების ხარისხს, კეთილად მოპყრობას სხვა ადამიანების მიმართ, სიყვარულს, თანასწორობას და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე, შენ მუდმივად ხვდები ისეთ სივრცეში, ისეთ ურთიერთობებში, სადაც ეს ყველაფერი არ გაქვს და სადაც მუდმივად ვცდილობ დაამტკიცო შენი თვითღირებულება, ხო? რომ შენ გაგაჩნია მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, მაღალი თვით პატივისცემისა და მაღალი თვით ეფექტურობის მქონე ადამიანებს შესაბამისად მთლიანობაში აქვთ მაღალი თვითშეფასება, რომელიც შემდეგ განსაზღვრავს მათი ცხოვრების ხარისხს. თვითშეფასება ყალიბდება ჩვენი ადრეული გამოცდილებებიდან, რომელიც ცხოვრებაში გვაქვს მიღებული ჩვენი წარმატებებიდან და წარუმატებლობიდან. თუმცა შენ არ ხარ განწირული იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება დაბალი თვითშეფასება გქონდეს და ამ ყველაფრის მოგვარება და თვითშეფასების დარეგულირება სავსებით შესაძლებელია. დაბალი თვითშეფასება ხშირად ყალიბდება მშობლების მხრიდან ბავშვის ზედმეტად დასჯით, უგულებელყოფით და შეურაცხყოფით. ამ დროს ბავშვები ამ ყველაფერს აღიქვამენ როგორც საკუთარ ბრალს და საკუთარ თავში ეძებენ მუდმივად დამნაშავეს. ფიქრობენ, რომ ისინი არ არიან საკმარისად კარგი იმისთვის, რომ ვინმეს უყვარდეთ. შესაბამისად, ისინი ვერ სწავლობენ საკუთარი თავის სიყვარულს. ასევე ძალიან ხშირად დაბალ თვითშეფასებას იწვევს ბავშვის მუდმივი იგნორი. ასეთ დროს ბავშვი ფიქრობს, რომ მე ვერავინ ვერ მომჩნევს, მე არ ვარსებობ. აქედან გამომდინარე, როდესაც ისინი იზრდებიან, მათ მუდმივად ჭირდებათ გარე ვალიდაცია იმისთვის, რომ თავი მნიშვნელოვნად იგრძნონ. მუდმივად ჭირდებათ გარემოში ადამიანი, რომელიც შეამჩნევს, რომელიც მათ დაინახავს, რომელიც შეაქებს და ამის გარეშე ისინი თავს უბრალოდ არასრულფასოვნად გრძნობენ. იმისთვის, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდეს ჯანსაღი თვითშეფასება, ამისთვის საჭიროა ის იღებდეს შექებას მშობლებისგან. ჩვენს თვითშეფასებას ნაწილობრივ აყალიბებს შექების, წახალისების და დადასტურების მიღება, მაგრამ რამდენად ხშირად მოგესმენია, როდესაც ადამიანს აქებენ რაღაც კარგისთვის. როგორც წესი, თუ რაღაცა კარგს აკეთებ, ადამიანები უბრალოდ დუმან და ხმას არ იღებენ, მაგრამ როდესაც რაღაც სულს აკეთებ, ამაზე ყოველთვის არის რეაქცია. თავისი გამოცდილება მქონდა მე, როდესაც დავიწყე კოუჩინგის კურსის გავლა და როდესაც ჩემს დავალებებს ვაგზავნიდი, ჩვენი კურატორები წერდნენ ნიშანს და შემდეგ ასევე წერდნენ იმას, რომ აი ეს ნაწილი კარგია, ეს ნაწილი ძალიან მომეწონა, ეს გადასარევი იყო, ამაზე ცოტა ვიმუშავებდი და ეს იყო ჩემთვის შოკი, იმიტომ რომ ზოგადად სკოლის სისტემა, ბაგის სისტემა და ყველანაირი სისტემა, რომელიც აქამდე მქონდა გავლილი და სადაც აქამდე ვსწავლობდი, პირიქით იყო, რომ მიმახვილებდნენ ყურადღებას იმაზე, რა გამომდიოდა ცუდად, რა იყო შეცდომა და რა იყო ჩემი ნაკლი. მაგრამ არავის სკოლაში არ წამოუწევია ჩემთვის, რომ აი ამაში შენ ძალიან მაგარი ხარ და ეს ძალიან კარგია, ხო? რეალურად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს გავუმახვილოთ თავის ძლიერ მხარეებზე ყურადღება იმისთვის, რომ მას ჩამოუყალიბდეს ადეკვატური თვითშეფასება მომავალში. სხვისი მოლოდინების ვერ დაკმაყოფილება არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ადამიანს ჩამოუყალიბდეს დაბალი თვითშეფასება. მაგალითად, ჩემ მშობლებს ჰქონდა მოლოდინი შენგან, რომ შენ ისწავლიდი პიანინოზე დაკვრას, მაგალითად ისწავლიდი ჩინურ ენას და ხვიდოდი ფეხბურთელი ან კალათბურთელი ან მიიღებდი ცურვის ჩემპიონატებში მონაწილეობას და შენ ეს ყველაფერი ვერ შეძელი, რადგან შენი მშობლების მოლოდინები იყო არარეალისტური. ეს არის ობიექტური ხედვა, რომ ზოგჯერ უბრალოდ არარეალურია ეს მოლოდინები, რომელიც შეიძლება ჩვენი ოჯახის წევრებს ჩვენს მიმართ ჰქონდეს. მაგრამ ამ დროს ადამიანს გონია, რომ პრობლემა სხვის მოლოდინებში კი არ არის, არამედ მასშია, რომ მან ვერ შეძლო ეს, მას ვერ გამოუვიდა, ის არ არის საკმარისად კარგი და სინამდვილეში ამ დროს პრობლემა არის არარეალისტურ მოლოდინებში მშობლების მხრიდან და ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ მშობელს აქვს არარეალური მოლოდინი საკუთარი შვილის მიმართ, რის გამოც ის ხელს უწყობს გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ეს უკვე სხვა საკითხია, საკუთარ შვილში დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. დაბალი თვითშეფასებას ასევე აყალიბებს განსხვავებულობის შეგრძნება, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს და რის გამოც შემდეგ უკვე ხდება ბავშვის იზოლირება და სოციუმიდან მოწყვეტა. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ აუცილებელია ჩვენ ვიყოთ რაღაცა დიდი ჯგუფის ნაწილი, დიდი სოციუმის ნაწილი. აქ საუბარია, რომ აუცილებელია ჩვენ ვიყოთ ვინმესთან დაკავშირებული და ამ დროს თუნდაც ერთი მეგობარი, რომელიც ყავს ადამიანს, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მას ჯანსაღი თვითშეფასება ჩამოუყალიბდეს.
თვითშეფასებას, რა თქმა უნდა, არ აყალიბებს მხოლოდ მშობელი და მხოლოდ ოჯახის წევრები. თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე ასევე ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს გარემოცვას და იმ სოციალურ წრეს, რომელშიც ჩვენ ტრიალებთ. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ შეგყავს იდეალური ოჯახი. მშობლები, რომლებიც გაძლევენ ყველაფერს, უპირობო სიყვარულს, მხარდაჭერას, ყოველთვის შენს გვერდში არიან, როცა გჭირდება, მაგრამ შენი კლასელები მუდმივად გაბულინგებენ და შეურაცხყოფას გაყენებენ. ნიშნავს ეს იმას, რომ შენ იდეალური თვითშეფასება ჩამოგიყალიბდება? რა თქმა უნდა, არა, რადგან სოციუმი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს შენზე. ეს ისტორია დაახლოებით შეიძლება ასე განვითარდეს, როდესაც შენ გაიზრდები, გექნება ძალიან დიდი შიში და შფოთვა სოციალური ურთიერთობების დროს. შესაბამისად, დიდი შანსია აირჩიო ისეთი ადამიანი, რომელიც პატივისცემით არ გეპყრობა და ხშირად გამცირებს. შენ შეძდები, როდესაც მის ეჭვიანობას დაარქმევ სიყვარულს და ასეთ ურთიერთობაში გაატარებ 2 წელიწად. შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ ეს ადამიანი შენს თვითშეფასებას ნელ-ნელა ანადგურებს და დაიწყებ ამ ურთიერთობისგან გათავისუფლებას. როდესაც გათავისუფლდები, აღმოაჩენ, რომ შენ ხარ შინაგანად ძალიან დამტვრეული, დაწრგუნული, განადგურებული, დაკარგული გაქვს საკუთარი თავის რწმენად და შენ გჭირდება უკვე თავიდან მოახერხო საკუთარი თავის და თვითშეფასების აღდგენა, რადგან ფიქრობ, რომ შენ ამ ადამიანის გარეშე არაფერი ხარ და არაფერს წარმოადგენ. დაბალი თვითშეფასება შესაძლოა ზუსტად ასე გამოვლინდეს პირად ურთიერთობებში. დაბალი თვითშეფასება ხშირად გვართმევს იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს. დაბალი თვითშეფასება უკავშირდება ძალიან ხშირად ირაციონალურ სიბრმავეს, რეალობისადმი სიხისტეს, ახლის და უცნობის მიმართ შიშს, ზედმეტ მორჩილებას ან ქცევის გადაჭარბებულ კონტროლს. შესაძლოა ასევე გქონდეს მუდმივი შიში და მტრობის განცდა სოციუმის მხრიდან. ახლა ჩამოგითვლი რამდენიმე ნიშანს, რომელიც დაგეხმარება დაბალი თვითშეფასების იდენტიფიკაციაში. პირველი, შენ მუდმივად აკრიტიკებ საკუთარ თავს და ადანაშაულებ რაღაცეებში. მეორე, მუდმივად ცდილობ ასიამოვნო სხვა ადამიანებს. მესამე, შენთვის რთულია დაიცვა საკუთარი საზღვრები და საკუთარი ღირებულებები. და მეოთხე, შენ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობ საკუთარ სუსტ მხარეებს. წარმოიდგინე, რომ დაბალი თვითშეფასების მქონე მამაკაცი დააწინაურეს სამსახურში. მისი პირველი რეაქცია არის, რომ ვაიმე, მიღებას არ ვიმსახურებ. მატყუ არა ვარ. მე ხო ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. ამას ვერ შევძლებ. არ გამომივა. რა სისულელეა, მე არ უნდა დავეწინაურებინე, ვიღაც სხვა უნდა დაეწინაურებინათ, ის უკეთესია, იმას უკეთესად გამოსდის და დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანის თავში მოდის სწორედ ეს აზრები, ძალიან ძლიერი შფოთვა და შიში, რომ ის ვერ გაუმკლავდება დაკისრებულ ვალდებულებას. ის ამბობს, მე ვერ შევძლებ ამას. მე ვერ შევძლებ ამის გაკეთებას, რადგან იმ ადგილსაც კი არ ვიმსახურებდი, რომელზეც ახლა ვარ. იმიტომ რომ მე მატყუ არა ვარ. და როგორია ამ ადამიანის ქმედებების შემდეგ? იწყებს თვით საბოტაჟს, მიდის სამსახურში მოუმზადებელი, დაღლილი, ჩაღამებული თვალებით. წინა ღამეს უძინარი. იქცევა ძალიან უცნაურად. ამბობს შეუფერებელ ხუმრობებს სხვადასხვა ადგილებში, ვერ ამჩნევს უფროსის სიგნალებს, რომელიც ეუბნება, რომ სხვანაირად მოიქეცი, რას ამბობ, ეგ არ თქვა, ეგ არ გააკეთა. მაგრამ ეს ვერ ამჩნევს და საუბრობს ისეთ რაღაცებზე, რაზეც არ უნდა საუბრობდეს. თანამშრომლებთან უხეშია. ყველანაირად ცდილობს დაანახოს სხვებს, რომ ის არ იმსახურებს ამ სამსახურს და არ არის ამ ყველაფრის ღირსი. რა არის ამ ყველაფრის შედეგი? ამ ადამიანს მართლაც გაათავისუფლებენ და მისი რეაქცია იქნება შემდეგნაირი. ღმერთო ჩემო, ასეც ვიცოდი. მე არ ვიმსახურებდი ამ ადგილს. მე მზად არ ვიყავი ამისთვის. და კიდევ კარგი რომ ასე მოხდა. ეს არის შინაგანი განცდა, რომ როგორც იქნა მისი მოლოდინი და რეალობა ერთმანეთს დაემთხვა. ეს არის განცდა, რომ მე როგორც ხედავ საკუთარ თავს, სხვებმაც ესეთი დამინახეს და ეს განსხვავება რეალობასა და მის ხედვას შორის აღარ არის განსხვავებული, არის ერთნაირი და ის რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ამ ყველაფრით კმაყოფილია. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები ძალიან ხშირად ავლენენ დამცავ ქცევებს. დამცავი ქცევები არის იმისთვის, რომ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებმა თავი დაიცვან მოქმედებებისგან და ზუსტად იმ მოქმედებებისგან, რომლებიც მათ წარმატებისკენ წაიყვანს. ისინი ძალიან ხშირად ავლენენ დამცავ ქცევებს, როგორებიცაა
მე უნდა ვასიამოვნო ადამიანებს, რათა თავიდან ავიცილო კრიტიკა. ჯობია საერთოდ არ ვცადო, ვიდრე ვცადო და ვიყო წარუმატებელი. მე არ უნდა ვილაპარაკო და არ უნდა გამოთქვა ჩემი აზრი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხისგან უარყოფას მივიღებ. ჩვენ ვქმნით ამ წესებს მხოლოდ იმიტომ, რომ თავი უფრო მეტად ვიგრძნოთ დაცულად. თუმცა მსგავსი წესები ჩვენში ქმნის ნეგატიურ რწმუნებულებებს, რომლებიც ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში. ადამიანი, რომელსაც აქვს მსგავსი ნეგატიური რწმუნებულებები, თავს იცავს მოქმედებისთვის, რადგან თუ ის იმოქმედებს და რაღაცას გააკეთებს, მაშინ უკვე სხვა პრობლემა ექმნება. მოქმედების შემდეგ ის იტანჯება ისეთი აზრებით, როგორებიცაა. ხედავ, მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ სწორად. იდიოტი ვარ, არ უნდა მეცადა, არ უნდა გამეკეთებინა, ხო ვიცოდი რომ არ გამომივიდოდა. და სწორედ ეს ნეგატიური აზრები არის ის, რაც ამყარებს ჩვენს დაბალ თვითშეფასებას. დაბალი თვითშეფასება ასევე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს რომანტიკულ ურთიერთობებზე. მაგალითად, თუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც თვლის, რომ არ იმსახურებს სიყვარულს, არ იმსახურებს ზრუნვას, ყურადღებას, მხარდაჭერას, გვერდში დგომას სხვა ადამიანისგან, მაშინ შენ გაგიჭირდება მიიღო სხვა ადამიანის სიყვარული. ამ დროს სხვა ადამიანის მხრიდან გამოვლენილი სითბო, ყურადღება, გვერდში დგომა და მხარდაჭერა შენთვის ხდება დამაბნეველი. შენ უბრალოდ არ გესმის, როგორ შეიძლება იყოს ადამიანი შენი ერთგული და ზრუნავდეს შენზე. ამ დროს შენ მუდმივად გეპარება ეჭვი იმ სიყვარულში, რომელსაც გთავაზობ და გიჩნდება აზრები. ნუ თუ შეიძლება ეს იყოს რეალური. ნუ თუ შეიძლება რომ ამ ადამიანს მართლა ქონდეს ჩემს მიმართ გრძნობები. შენ იწყებ ეჭვების შეტანა სხვა ადამიანების გრძნობებში და ემოციებში. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანის მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი ფორმა სიყვარულის არის საცერის შევსების მცდელობა. ამ დროს, როდესაც ადამიანი ავლენს შენს მიმართ სიყვარულს, შენში მისი სიყვარული უბრალოდ გაივლის და ეს ვერ გავსებს. ეს ვერ გაძლევს სიმყარეს, ეს ვერ გაძლევს შეგრძნებას, რომ შენ მნიშვნელოვანი და ღირებული ხარ. ამის მიერ გამოხატული ნებისმიერი ფორმა სიყვარულის შენთვის ეს უბრალოდ არის ტყუილი და შენ უბრალოდ ამის არ გჯერა. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ განწირული ვართ უსიყვარულობისთვის, მაშინ ჩვენ ვიქცევით ისე, რომ ჩვენი შინაგანი შეგრძნებები ვაქციოთ რეალობად. როდესაც ხდება დისონანსი ცოდნასა და ფაქტებს შორის, მაშინ ჩვენ ვცდილობთ მოვიქცეთ ისე, რომ ჩვენი ცოდნა და ფაქტები ერთმანეთს დაემთხვას და ყველაზე უცნაური ის არის, რომ იმის მაგივრად, რომ ამ დროს ჩვენ შევცვალოთ ჩვენი შინაგანი ცოდნა, რომ იქნებ ვიმსახურებ კაცოს სიყვარულს, იქნებ გულწრფელია ეს ადამიანი, ჩვენ ვცვლით და ვამახინჯებთ ფაქტებს, რომ არა, ის ვერ იქნება გულწრფელი. ჩვენ ვიწყებთ ეჭვების შეტანას და ჩვენ ვიწყებთ იმ რეალობის შექმნას, რომელიც ჩვენს შინაგან ცოდნას დაემთხვევა. მაგალითად, თუ შენ ხარ ქალი, რომელიც მიჩვეულია მამაკაცებისგან უპატივცემულო მოპყრობას, რომელიც მიჩვეულია მამაკაცებისგან მუდმივ შეურაცხყოფას, დამცირებას და არაფრად ჩაგდებას. თუ შენ გაიცნობ მამაკაცს, რომელიც გამოხატავს შენს მიმართ პატივისცემას, გამოხატავს სიყვარულს, ზრუნვას, შენ დაიწყებ ამ ყველაფერში ეჭვის შეტანას. როდესაც ის რესტორანში კარებს გაგიღებ, შენ იტყვი, რომ დაიცა, ალბათ ის იმიტომ გააკეთა, რომ ჩემგან რამე სელის. და როდესაც იმას მიიღებს, რაც უნდა, ის შეწყვეტს ასე მოქცევას. შენ ყოველთვის ეძებ ფარულ მოტივებს, მაშინაც კი, როდესაც შეიძლება ადამიანი შენს მიმართ გულწრფელია. წარმოიდგინე მეორე სიტუაცია. კაცს შეუყვარდა ქალი, მაგრამ მას აქვს დაბალი თვითშეფასება. ქალს მართლა მთელი გულით უყვარს ის, ყველანაირად ზრუნავს მასზე, მხარს უჭერს, მაგრამ მამაკაცს მუდმივად აქვს ეჭვები, რომ ის არ იმსახურებს სიყვარულს. გადის რამდენიმე წელი, როგორც იქნა ქალი შეძლებს რომ დაუმტკიცოს, რომ მას ის უყვარს და ამ დროს მამაკაცის ფიქრები. იქნებ უკეთეს ვიმსახურებდი. იქნებ ეს ის არ არის, რაც მე მჭირდება. კაცი ტოვებს ქალს, გადის ამ ურთიერთობიდან და შემდეგ ის ერთვება ახალ ციკლში, რომელიც დაახლოებით ზუსტად იგივე სცენარისგან შედგება, როგორიც იყო წინა. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს სჯერათ, რომ სიყვარული არის ის, რაც უნდა გამოიმუშაონ, ის, რაც უნდა დაიმსახურონ,
ამიტომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და თითქმის მთელ ცხოვრებას ისინი ხარჯავენ სიყვარულის დევნაში. იმაში, რომ მოიპოვონ სიყვარული, იმაში, რომ დაიმსახურონ სიყვარული და ამისთვის ფიქრობენ, რომ საჭიროა იტანჯონ, საჭიროა, რომ რაღაც ძალიან დიდი რესურსები ჩადონ ამისთვის, რადგან ისინი არ თვლიან, რომ ისინი იმსახურებენ სიყვარულს მხოლოდ იმიტომ, რომ არიან. მათ გონიათ, რომ ის მუდმივად უნდა დაიმსახურონ საკუთარი ტანჯვით და იმ სირთულეებით, რომელსაც ისინი ცხოვრებაში გაივლიან. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანის ცხოვრებისეული ტრაგედია ის არის, რომ მათ აქვთ ყოველთვის შესაძლებლობა აირჩიონ, იყვნენ მართლები ან იყვნენ ბედნიერები და ისინი ყოველთვის ირჩევენ, რომ იყვნენ მართლები. აი, ხომ ფიქრობდი, მე არ ვიმსახურებ, რომ ვიყო ბედნიერი და ეს არის მათი სიმართლე. და ეს სიმართლე არის ერთადერთი, რასაც საკუთარი თავისთვის იმეტებენ. საინტერესო არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაბალი თვითშეფასება, ყოველთვის არ გარბიან ჯანსაღი და მხარდამჭერი ურთიერთობიდან. მხოლოდ იმიტომ, რომ არ იმსახურებენ ამას. ზოგიერთი მათგანი ახერხებს, რომ საკუთარ ურთიერთობაში შეიტანოს ის ჯოჯოხეთი, რომელსაც საკუთარ თავში ატარებს დაბალი თვითშეფასების ფორმით. ამ შემთხვევაში შესაძლოა დაბალი თვითშეფასება გამოვლინდეს სრულიად სხვა ფორმით. ისინი იწყებენ პროექტს სახელწოდებით ჩვენ მუშაობთ ურთიერთობაზე. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ბედნიერი წყვილი. ასეთმა ადამიანმა შესაძლოა წაიკითხოს უამრავი წიგნი, დაესწროს უამრავ კურსს, დადიან ფსიქოთერაპევტებთან, ქოუჩებთან, ცდილობენ მოიპოვონ ურთიერთობაში ბედნიერება. ისინი ბედნიერებას ხედავენ მხოლოდ მომავალში, მაგრამ ბედნიერება აწმყოში მათში იწვევს ძალიან დიდ და ძლიერ შფოთვას. ისინი ყოველთვის მზად არიან იყვნენ ბედნიერები მომავალში, მაგრამ ახლა არა. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ბევრ ჩვენგანს ბედნიერება ყოველთვის უნდა მომავალში, მაგრამ ახლა არა. ძალიან ცოტა ადამიანს თუ ყოფნის გამბედაობა იმისთვის, რომ შეძლოს ბედნიერება თვითდივერსიის გარეშე აწმყოში. ბედნიერების შფოთვა ძალიან ხშირია. ამ დროს ბედნიერება აქტიურებს შინაგან ხმას. მე არ ვიმსახურებ ამ ყველაფერს. მე ამ ბედნიერების გამო წინ ძალიან დიდი ტკივილი მელოდება. ან ჩემ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდება. ისინი ფიქრობენ, რომ ბედნიერება არის მხოლოდ ილუზია და შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი რეალური იყოს. დაიცაკეთ. სხვა არავინ არ არის ბედნიერი და მაინც მე რატომ უნდა ვიყო? ჩვენ გვეშინია ამ დროს იმის, რომ ბედნიერება დაგვანგრევს. ბედნიერება დაანგრევს იმ იდენტობას, რომელსაც წლების განმავლობაში ვაშენებდით. ჩვენ წლების განმავლობაში გვჯეროდა, რომ არ ვიყავით სიყვარულის ღირსი, არ ვიყავით ბედნიერების ღირსი, არ ვიყავით საკმარისები და უცებ ბედნიერი ვიჩითები, ეს რა ხდება რა სიტუაცია. ჩვენში იწვევს გაუგებრობას, შფოთვას, შინაგან კონფლიქტებს და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამ დროს, რომ ეს ბედნიერება მოვიშოროთ, გადავაგდოთ და დავიბრუნოთ ჩვენი ძველი იდენტობა, სადაც ჩვენ შევქმენით ჩვენი თავი, როგორც წარუმატებლები, როგორც უიღბლოები და როგორც ადამიანები, რომლებიც საკმარისნი არ არიან სიხარულისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს გაიაზრო ის, რომ შენ იმსახურებ ბედნიერებას და არაუშავს თუ წლების განმავლობაში შენ საკუთარ თავს ატყუებდი. არაუშავს თუ წლების განმავლობაში შენ ფიქრობდი, რომ არ იმსახურებდი სიყვარულს და ამას არ ჯერებდი საკუთარ თავს. არაუშავს. შენ შეგიძლია გაბრაზდე ამის გამო საკუთარ თავზე, შეგიძლია იყო ნაწყენი, რომ ამდენი ხანი საკუთარი თავი გართმევდა იმას, რასაც შენ იმსახურებდი. შენ შეგიძლია გაბრაზდე სხვა ადამიანებზეც, რომ რაღაც ასაკში, ცხოვრების რაღაც ეტაპზე შენ დაგაჯერეს, რომ არ იყავი სიყვარულის და ბედნიერების ღირსი და ეს ბრაზი არის ნორმალური. შენ შეგიძლია ჩათვალო, რომ მთელი შენი ცხოვრება ამ მომენტამდე იყო ყალბი, იყო ტყუილი და უნდა შეეგუო ამ ყველაფერს. რადგან სწორედ ეს არის ის საშუალება, რომ შენ დაანგრიო შენი ძველი იდენტობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შენ არ ხარ საკმარისი და დაიწყო ახალი იდენტობის შენება, რომელიც გულისხმობს, რომ შენ საკმარისი ხარ.
სულ ეს არის, რაზეც მინდოდა დღევანდელი ლექციის განმავლობაში საუბარი, წინ კიდევ ძალიან მაგარი ამბები გელოდება, აუცილებლად შეასრულე დავალებები, რომელსაც გამოგიგზავნი და ეცადე ბოლომდე მთელი გულით ჩაერთო ამ ყველაფერში და თუ შენ მართლა ბოლომდე 100%-ით იქნები ჩართული, პირობას გაძლევ, რომ კურსის ბოლოს შენი თვითშეფასება და შენი საკუთარი თავის მიმართ ხედვა იქნება 100%-ით შეცვლილი, გაუმჯობესებული, შენ დაინახავ საკუთარ თავს იმას, თუ ვინ ხარ სინამდვილეში, შენ დაინახავ შენს ძლიერ მხარეებს და დაიწყებ ცხოვრებას სრულიად ახალი რეალობით. მოდი განვიხილოთ დავალებების ნაწილი. პირველი დავალება იქნება ის, რომ შენ უნდა შეაფასო შენი თვითეფექტურობა და თვითპატივისცემა მოცემული კითხვის საშუალებით. ერთი ქულა არის სრულიად ვეთანხმები, ორი ქულა არ ვეთანხმები, სამი ქულა არც ვეთანხმები და არც ვეწინააღმდეგები, ოთხი ქულა ვეთანხმები და ხუთი ქულა სრულიად ვეთანხმები. პირველი არის თვითპატივისცემის კითხვარი. ვგრძნობ, რომ ჩემი აზრი მნიშვნელოვანი და ფასეულია სხვებისთვის. დაწერე რამდენად ეთანხმები, გვერდზე მივუწერ შენ ქულას. შემიძლია საკუთარი შეცდომების მიღება, ისე რომ მათ არ დააზიანონ ჩემი თვითშეფასება. აქაც დაწერ ქულას, ადვილად შემიძლია დავასახელო ჩემი ძლიერი მხარეები. ვგრძნობ, რომ ვიმსახურებ პატივისცემას. ხშირად ვადარებ თავს სხვებს და ეს ამცირებს ჩემს თავდაჯერებულობას. კრიტიკას აღვქვამ როგორც განვითარების შესაძლებლობას. კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით, ისეთით, როგორიც ახლა ვარ. როდესაც დაწერ ქულებს, შემდეგ შეაჯამე ისინი, გამოიყვანე საშუალო და დაწერე შენი თვითპატივისცემის ქულა. შემდეგ შეგიძლია გადახვიდე თვითეფექტურობის გამოსაკლოვ კითხვებზე. პირველი კითხვა, როდესაც ახალ ამოცანებს ვაწყდები, ჯერა რომ წარმატებით შევძლებ მის შესრულებას. ვთვლი, რომ ჩემი ძალისხმევა მნიშვნელოვნად მოქმედებს შედეგზე. სირთულეების დროს ვცდილობ პრობლემის გადაჭრას და არ ვნებდები ადვილად. საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ. შემიძლია დავგეგმო საქმეები და მივყვე გეგმას. ჯერა რომ რთული სიტუაციების შეცვლა შემიძლია. წარუმატებლობის შემდეგ არ ვკარგავ რწმენას, რომ მომავალში ყველაფერი უკეთ იქნება. სიამოვნებით ვიღებ ახალ გამოწვევებს საკუთარ შესაძლებლობების შესამოწმებლად. სულ ეს არის თვითეფექტურობის გამოსაკლოვი კითხვარი. მეორე სავარჯიშო არის რა მემართება მაშინ, როდესაც ჩემს თავს ვუყურებ. უყურე შენს თავს სარკეში 20 წუთის განმავლობაში და ჩაიწერე ყველაფერი ამ დროს, რასაც გრძნობ, რასაც განიცდი, რა ემოციები მოდის ამ დროს სხეულში, რა ფიქრები მოვდის თავში, რა შიშები, რა გერები, რას ფიქრობ ამ დროს შენ სხეულზე, როგორ გამოიყურები, რისი გაკეთება უნდა ამ დროს შენ სხეულს. იქნებ გინდა რომ დაიმალო, იქნებ გინდა რომ თვალები დახუჭო და აღარ უყურო შენ სხეულს, იქნებ გაქცევა გინდა, იქნებ შენი სხეულის დაზიანებაც გინდა. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და თითოეული დეტალი ჩაწერე, რასაც ამ დროს იგრძნობ. სავარჯიშოს მიზანია, რომ აღმოაჩინო რეალურად შენი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. ჩვენ ხომ გგონია, რომ საკუთარი თავი ყველაზე მეტად გვიყვარს, რომ ყველაზე უკეთესად ვექცევით, რომ ეს ყველაფერი გვემეტება საკუთარი თავისთვის. ამ სავარჯიშოების შესრულების შემდეგ შენ შეამჩნევ, რომ სინამდვილეში არც ისე კეთილი ხარ საკუთარი თავის მიმართ, არც ისე ემპათიური ხარ და არც ისე ბევრს აკეთებ, როგორც შეიძლება შენ წარმოგედგინოს, რომ აკეთებ საკუთარი თავისთვის. სულ ეს არის პირველი ლექციის დავალებები, როდესაც ამ დავალებებს შეასრულებ, გადმომიგზავნე და წარმატებებს გისურვებ.